ლევონ ნიკოლაიშვილი ერთიანი ნეიტრალური საქართველოს რეგიონული მდივანი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონ ლევან. მადლობა ჩართვისათვის. უნგრეთის არჩევნებით დავიწყოთ საუბარი. უნგრეთის არჩევნებზე იყო ძალიან დიდი ყურადღება. ეს აჩვენა თავად ქვეყანაში არჩევნების დღეს ამორჩეველთა უპრეცედენტოდ მაღალმა აქტივობამ და ეს აჩვენა იმ ინტერესმაც, რაც იყო ორი, ასე ვთქვათ, მთავარი პოლიტიკური ცენტრიდან, ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან, თუ შეიძლება ასე ითქვას, უნგრეთის არჩევნების მისამართით. მოდი ჩვენ ჯერ დავიწყოთ საუბარი ქვეყნის შიგნით ამორჩევლის განწყობებით, რა იყო ამორჩევლის ასეთი განწყობის მიზეზი, რამაც განაპირობა არსებული პოლიტიკური ხელმძღვანელობის მარცხი. ალბათ ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ მოხდა უნგრეთში ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით. ეს ხაზგასასმელია, ვინაიდან ეს გახლავთ ერთადერთი ნორმალური გზა იმისათვის, რომ ქვეყნებში ხელისუფლება შეიცვალოს და ეს ყურად უნდა იღოს ყველამ. და ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანაში ამორჩეველი თვითონ წვეთს თავის ბედს, ვინ უნდა მას რომ იყოს ხელისუფლების სათავეში და შესაბამისად ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს არჩევნების გზით. ჩვენმა დამკვირვებელს კი დაადასტურეს ამ შესახებ და მე გულისხმობ საქართველოსთან წარგზავნა დამკვირვებელმა და სხვებმაც, რომ ყველაფერმა მშვიდობიანი ჩაიარა და მოხდა ხელისუფლების გადაბარება ასე მშვიდობიანად. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად მაინც ალბათ ხაზგასასმელია ერთი მთავარი გარემოება, რომ ამ არჩევნებს მოყვა რაღაც აჟიოტაჟი სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც გარკვეული ოპოზიციური თუ რადიკალური ჯგუფების მხრიდან მათ წარმოედგინეს, რომ ამით მოხდა რაღაც საოცრება, თითქოს მათ რაღაც გადარჩენის გზა დაესახათ. არაფერი მსგავსი არ მოხდა რა უნგრეთს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები და მე ძალიან ეჭვმეპარება იმაზე, რომ უნგრეთის ახალმა ხელისუფლებამ ამ გზიდან გადაუხიოს, რაც არის აუცილებელი მათ ქვეყნის განვითარებისათვის და მათი ეროვნული ინტერესების წარმოჩენისათვის, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსათვის. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ახალი ხელმძღვანელობისგან განცხადებები მის თაობაზე, რომ ისინი აპირებენ საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობის გაგრძელებას, რაც ძალიან კარგი არის და ასევე აპირებენ ურთიერთობას სხვა ქვეყნებთან ისე, როგორც შეეფერება უნგრეთს, მათ შორის რუსეთთანაც. ანუ ის ინტერესები, ის ასე ვთქვათ, გზები, რომელიც უნგრეთს მიაჩნია, რომ მისთვის საშუალოდ მნიშვნელოვანია, ეს გაგრძელდება, ხომ არაფერი აუცილებლად არ ხდება. მათ შორის ეს ხდება რუსეთთან ურთიერთობა, თუ ევროკავშირთან ურთიერთობა. არ უნდა ქონდეს არავის იმის იმედი, რომ უნგრეთში ამ შემთხვევაში მოხდება ისეთი ცვლილებები, რომ კატასტროფულად შესვლის, თქვათ რაღაც სურათს ან ევროპაში, ან ევროკავშირთან მიმართებაში. მათ შორის ამის იმედი, როგორც ჩანს, ევროკავშირის უსუსო ლიდერებსაც გავაჩნდათ და წარმოედგინიათ, რომ რაღაც სასწაულები მოხდება მათთან მიმართებაში. არა, არ მოხდება ესეთი რამ. უნგრეთი იდგება იმ გზაზე, რაც მას მიაჩნია სწორედ პირველ რიგში თავის ქვეყნის განვითარებისას. ხო, სხვათა შორის ჩვენ საინტერესო მომენტი ასევე. კი ბატონო, დაასრულეთ. განაგრძეთ. მეორე საინტერესო მომენტი ასევე გახლავთ, რომ ჩვენ ამოძლებთ ნახეთ ამერიკის საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი შეიძლება დავარქვათ რბილად შეცდომა. შეცდომა მის თაობაზე, რომ მათ ჰქონდათ წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ რაღაც თავიანთი უმაღლეს დონეზე მხარდაჭერით რაღაც ცვლილებებს შეიტანდნენ ან რაღაცა გავლენას მოახდენდნენ უნგრელი ამორჩეველის თქვათ განწყობაზე. ეს ისე არ მოხდა და მტკიცდება კიდევ ერთხელ, რომ აი ეს ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებული არიან, ხო, აი ესეთი სხვადასხვა მიმართულებით, ვერ ამართლებენ და უკვე შეერთებულმა შტატებმა შეიძლება ითქვას სამწუხაროდ მათთვის უკვე მე რამდენჯერ განიცადა ეს ეგრეთ წოდებული კრახი სხვადასხვა ქვეყნებთან მიმართებაში. მათი პოლიტიკა როგორც ჩანს არ ამართლებს ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე, რომ ვერ ითვალისწინებენ როგორც შეერთებული შტატები, ასევე ევროპელები იმას, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი პირადი ეროვნული ინტერესები და ამ ინტერესების განხორციელება ხდება სწორედ ამორჩეველის აზრის გათვალისწინებით. ასე რომ ძალიან კარგი იქნება თუ ამ მაგალითს ყველა მიყვება და მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში და არ მოხდება ჩარევების რაღაცა მსვლელობები, რაც ილუზიებს უქმნის ვიღაცებს უცხოეთში, რომ ამ თავიანთი ჩარევებით, ამ თავიანთი გავლენებით, ნებად ფინანსური მხარდაჭერა ისქნება ეს თუ სხვა დონის მხარდაჭერებით შეუძლიათ სუვერენ სახელმწიფოებზე რაღაც გავლენების მოხდენა. საქართველოსაც გადავალთ, კი ბატონო, აუცილებლად უბრალოდ აი ევროკავშირის და ამერიკის მხარდაჭერაზე რომ ვისაუბროთ, აი ეს შედეგი, რომ დამარცხდა ამერიკის ადმინისტრაციის მიერ ღიად მხარდაჭერილი კანდიდატი და გაიმარჯვა იმ კანდიდატმა, რომლის გამარჯვებასაც ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უწოდა, რომ უნგრეთმა აირჩია ევროპაო. აი ეს შედეგი რას შეიძლება ვკარნახობდეს მომავალში
ვაშინგტონისა და ბრიუსელის აი ბოლოდროინდელი კომუნიკაციის გათვალისწინებით. ევროპის ესეთი ევროკავშირის ლიდერების ესეთი განცხადებები ცოტა არ იყოს დასაცილო არის. უნგრეთს რა დიდი ხანი აქვს ევროპა არჩეული. ევროკავშირის წევრია და ნატოს წევრი ქვეყანაა და საკმაოდ გავლენიანი ქვეყანა არის მათ შორის ევროკავშირში და ახლა ვიღაცას თუ გონია რომ ამ ხელისუფლების ცვლილებით მოხდება ისე რომ ახალი ხელისუფალი ფეთქვეშ გაეგება ან ფონ დერ ლაიენს ან კალასის ასე ვთქვათ რაღაც ამბიციურ და სულად უსუსურ და გაუაზრებელ გეგმებს ძალიან ცდებიან ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ შემიძლია დარწმუნებით გითხრათ რომ ძალიან მალე გამოჩნდება რომ უნგრეთი არ შეიცვლის თავის ეროვნულ ინტერესებს და იმ კურსს რაც მისთვის არის სასწორად მნიშვნელოვანი. შეიძლება ტაქტიკურად ცოტა სხვანაირად წარმოაჩინონ ეს ყველაფერი განსხვავებით ორმანისაგან, მაგრამ რეალობაში ხოლმე ესეც ცვლილებებს პირადად არ ველოდები. ევროკავშირის თავის გაჭირება ყოფნის და ხა ტაშიშკვრა იმის გამო რომ ერთი ლიდერი მეორე შეიცვალა ეს არაფერს არ ნიშნავს. გაცილებით უკეთესი იქნება ევროკავშირის ხელმძღვანელობა თუ მიხედავს საკუთარ თავს, გაიაზრებს იმ უაზრო პოლიტიკას, რასაც ისინი ატარებენ ბოლო წლების განმავლობაში, გნებათ უკრაინასთან მიმართებაში, გნებათ საქართველოსთან მიმართებაში, თუ გნებათ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. და ასევე კარგი იქნება თუ ისინი ამ გააზრების შედეგად უფრო კარგ დასკვნებს გამოიტანენ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნები არის დამოუკიდებელი ქვეყნები, ევროკავშირს კიდევ უნდა კონდეს ის მიმართულება, რაც მათთვის არის აუცილებელი, რომ ევროკავშირი შენარჩუნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ერთ-ერთი ეს ორგანიზაცია ალბათ დაიშლება. და დაიშლება სავალალოდ ისე, რომ ვერ შეასრულებს თავის ამოცანებს. ვინაიდან მათი გეგმები სულად შეუსაბამოა რეალობასთან. ამას კიდევ ადასტურებს ერთი ფაქტორი, რომ წარმოიდგინეთ ხა ყველაზე მთავარი მოკავშირე მათთვის უნდა იყოს შეერთებული შტატები და შეერთებული შტატებთან მათი დაძაბული ურთიერთობა ნამდვილად არ არის კარგის მომტანი არც ევროკავშირისათვის და არც მათი ლიდერებისათვის. ამჯობესი იქნება მათ უნგრეთზე კი არა იფიქრონ იმაზე, რომ რაც შეიძლება განახორციელონ მისათვის ევროკავშირმა შეინარჩუნოს ის ვითარება მინიმუმ მაინც რაც მათ გააჩნიათ. წინათ შემთხვევაში მათი კრახი არის გარდაუვალი. შეიძლება ჩვენ ძალიან კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ევროკავშირთან იქნება თუ სხვასთან ურთიერთობა უნდა იყოს მხოლოდ თანასწორობრივ პრინციპებზე დაფუძნებული. ჩვენ ამიტომაც ვსაუბრობთ ნეიტრალიტეტის თაობაზე, რომ არ არის ჩვენთვის მისაღები ვიღაცის ბლოკებში გაერთიანება და ვიღაცის კარნახით ცხოვრება. კიდევ ერთხელ დავწუნდით ჩვენ ამაში იგივე უნგრეთის არჩევნებმა დავანახა ეს ყოველივე, რომ კარნახით ცხოვრება, სხვა ქვეყნების ჩარევით ცხოვრება, სხვა ქვეყნების ამბიციებით ცხოვრება არ არის ის გზა, რომელიც რომელიმე ქვეყანას რამე წარმატებას მოუწევს. ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი გზა და ეს გზა მიმართება არის ნეიტრალიტეტი იმისათვის, რომ ეკონომიკურადაც გავდოთ და უსაფრთხოდ ვიზნოთ თავი და ვიღაცების აზრების ქვეშ არ უნდა ვიცხოვროთ და ვიღაცების ილუზიები ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ. მით უმეტეს აი ეს ვიღაცები ხშირად სარგებლობენ ყოველივე ამით იმისათვის, რომ დაგვაშანტაჟონ და თავისი რაღაც ამბიციები მოახვიონ თავზე. და მათი აზრი იმის თაობაზე, რომ აქ გამაგრებული რაღაც რადიკალური ჯგუფები და რეალური აგენტურა, რაც მათ გააჩნიათ, არის ის დასაყრდენი ძალა, რომელსაც შეუძლია საქართველოს სხვა გზაზე დააყენოს, აბსოლუტურად სწორი. ამას გააზრება და გაანალიზება ჭირდება მათი მხრიდან. სამწუხაროდ ამის ნიშნებს ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ არაუშავს ჩვენი გზა უნდა გქონდეს, ჩვენი მტკიცე გზა და ჩვენი ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც შეეფერება მართლაც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ბატონ ლევან, თქვენ ნაწილობრივ ისაუბრეთ ჩვენი საუბრის დასაწყისში ოპოზიციის რეაქციებზე, რაც მოჰყვა უნგრეთის არჩევნებს საქართველოში. კიდევ ერთხელ მინდა ამ თემას შევეხოთ. ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებდა ისწავლონ, როგორ უნდა არჩევნების შედეგების აღიარება და ხელისუფლება ასევე მოუწოდებს მის პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ ისწავლონ, როგორ უნდა არჩევნების შედეგების მიღება. თქვენი დაკვირვებით, აი რა მაგალითია ეს, მაგალითად იმ ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც იყვნენ და დღემდე რჩებიან არჩევნების ბოიკოტირების რეჟიმში და დღეს ალაპარაკდნენ არჩევნების გზით ცვლილების მნიშვნელობაზე. თუ ჩვენ მაგალითად ავიღებთ უნგრეთის არჩევნებს, რამოდენიმე მართლაც კარგი რამ მოხდა. პირველ ის, რომ ოპოზიციაში მყოფმა პარტიამ და მათმა ლიდერებმა შეძლეს იმ პროგრამის წარმოქმნა, რაც ამომრჩეველმა დაინახა, რომ გაცილებით უკეთესი იყო თქვათ, ვიდრე ორმანის პარტიის პროგრამა და შესაბამისად მათ ამის გამო გააკეთეს არჩევნები, მაგრამ ეს პროგრამა იყო დაფუძნებული შეიძლება ითქვას გარკვეულ სერიოზულ გათვლებზე თუ როგორ ჯობია, რანაირად ჯობია. ოპოზიცია საქართველოში აი ამ რადიკალურ ჯგუფებს განსაკუთრებით ესეთი პროგრამა არ გააჩნიათ. მათ არ იციან არაფერი აბსოლუტურად, არც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, არც ეკონომიკასთან დაკავშირებით. ერთი რამ არ მომისმენენ მათგან იმასთან დაკავშირებით, თქვათ, რომ რაღაცას როცა იწუნებენ, რომ არ ვარგა,
თქვათ რა არის უკეთესი გზა იმისათვის რომ უკეთესი იყოს. მათ ესეც რამე არ გააჩნია. ისინი თავიდან ბოლომდე არიან დამოკიდებული თავიანთ პატრონებზე, ეს აგენტურა უცხოურ დაფინანსებაზე და ნუ კიდევ ერთი კარგი მაგალითი რომ ნახონ კარგად გადაახვიონ კადრები რა ხდებოდა უნგრეთში, თქვათ რამდენი მხარდაჭერი ყავდა იმ პარტიაში რომელმაც გაიმარჯვა და რამდენი მხარდაჭერი ყავთ მათ. ეხლა 50 კაცის იმედზე თუ არიან რომელიც რუსთავაზე დადიან დროშების ფრიალი და საინტერესოა ისიც რომ სხვა ქვეყნის დროშების ფრიალით რასაც ოპოზიციაში ვენახავდით უნგრეთში ერთი და მეორე მხარეს მხოლოდ იმ ქვეყნის დროშას აფრიალებდა რომელიც არის მათი ქვეყანა არ დადიან ისინი არც ამერიკის დროშებით არც უკრაინის დროშებით და არც რაღაც ევროკავშირის დროშების ფრიალით მათთვის იყო უნგრეთი საინტერესო და სწორედ აქედან გამოიტანეს შესაბამისი დასკვნები და ხა როცა შენი ქვეყნის რადიკალური ჯგუფი დადის სხვა ქვეყნის დროშებით ეთბის სხვა ქვეყანას საქართველოს არაფრად არ მიაჩნიათ პატივს არცემენ შენი ქვეყნის ისტორიას რელიგიას მართლმადიდებლობას და ყველაზე მთავარი არ აქვს გააზრებული საერთოდ არ აქვს გააზრებული რა არის საქართველოსთვის კარგი ქვეყანას ესე იგი უბიზგებდნენ ომისაკენ ამას დღესაც არ უარყოფენ და ყველა საინტერესო ისაა რომ ამ ომში თავიანთ შვილების გაგზავნა არ უნდა ცხვრის შვილების ხარჯზე უნდათ ამ ომში რაღაცების გაკეთება და ყველა საინტერესო ისაა რომ ამ ქვეყანაში აი ამ რადიკალურ ჯგუფებს არც ლიდერი ყავთ არც ავტორიტეტი ყავთ საერთოდ არ ყავთ ერთი გონიერი ადამიანი რომელიც თუნდაც დაждდება დაფიქრდება რომ რა შეცდომებს უშვებენ ისინი და გაანალიზებს მაგრამ ამას ვერ აკეთებენ ერთ უბრალოდ მიზეზიდან გამომდინარე რომ ისინი არ არიან თავის პატრონები ეს არის ჯგუფები რომელიც დამოკიდებულია სხვაზე სხვის ნებაზე სხვის ფულზე და მათთვის არაფერი არ არის საერთო არც საქართველოსთან არც ჩვენ ეროვნულ ინტერესებთან და არც საზოგადოებისასთან. დიდი მადლობა ლევან ნიკოლაიშვილი ერთიანი ნეიტრალური საქართველოს რეგიონული მდივანი გახლდათ ჩვენი სტუმარი.